მოგესალმებით. მე ვარ ნატო შათირიშვილი. ვიწყებთ ბიოლოგიის მე-7 კლასის გაკვეთილების ციკლს. დღევანდელი ჩვენი გაკვეთილის თემა ეხება ფარულთესლოვანი მცენარეების შესწავლას. ფარულთესლოვანი მცენარეები დედამიწაზე ყველაზე ფართოდ გავრცელებული ჯგუფია. ისინი 250,000 მეტ სახეობას მოიცავს. ამ მცენარეებს თქვენს მიერ შესწავლილი, უკვე შესწავლილი სხვა მცენარეებისაგან განსხვავებით, აქვთ ორგანო ყვავილი. ყვავილთან არის დაკავშირებული ასევე ნაყოფისა და თესლის წარმოქმნაც. განვიხილოთ ყვავილოვანი მცენარეების ორგანოები. ყვავილოვანი მცენარეების ორგანოებს ორ ჯგუფად ყოფენ. ესენი არის ზრდის, ანუ ვეგეტატური ორგანოები და გამრავლების, ანუ გენერაციული ორგანოები. ზრდის, ანუ ვეგეტატურ ორგანოებს მიეკუთვნება ფესვი, ღერო და ფოთოლი. განვიხილოთ ყვავილოვანი მცენარეების ფესვი. ფესვი მცენარის ორგანოა, რომელიც მას ნიადაგში ამაგრებს. ასევე შეიწოვს ნიადაგიდან წყალს და მინერალურ მარილებს და ამავდროულად ზოგჯერ იგი საკვები ნივთიერების მარაგის ფუნქციასაც ასრულებს. თქვენ ხედავთ ფესვთა სისტემას. ფესვთა სისტემა არის ორი ტიპის. ეს არის მთავარღერძიანი ფესვთა სისტემა და ფუნჯაფესვთა სისტემა. მთავარღერძიანი ფესვთა სისტემა ისეთი ფესვთა სისტემაა, როდესაც მთავარი ფესვი კარგად არის განვითარებული და გამოირჩევა სხვა ფესვებისაგან. ხოლო ფუნჯაფესვთა სისტემა ისეთი სისტემაა, როდესაც მთავარი ფესვი სხვა ფესვებისაგან არ განირჩევა. გარდა ამ ფუნქციებისა, ზოგჯერ ფესვი ღებულობს განსხვავებულ ფორმას. მას ფესვის სახეცვლილებებით მოიხსენიებენ. არსებობს ფესვის რამდენიმე სახეცვლილება. ერთ-ერთი სახეცვლილება არის ფესვგორგალი და ძირხვენა. ფესვგორგალი არის ისეთი სახეცვლილება, როდესაც ფესვი, მთავარი ფესვში გროვდება საკვები ნივთიერებები და არა მარტო მთავარ ფესვში, არამედ გვერდით ფესვებშიც. ასეთი ფესვთა სისტემა აქვს მაგალითად გეორგინას, ხოლო ძირხვენა ისეთი ფესვია, ფესვის სახეცვლილება, როცა საკვები ნივთიერება გროვდება მთავარ ფესვში, მაგალითად ასეთი ფესვთა სისტემა აქვს სტაფილოს, ჭარხალს, ბოლოკს, თალგამს. ეხლა, ესე იგი, ჩვენ უკვე ნახეთ, რომ ფესვი ასრულებს მას შემდეგ ფუნქციებს, ეს არის იგი მექანიკურად ამაგრებს მცენარის ნიადაგში, ასევე ახდენს ნივთიერებების, წყლისა და მინერალური მარილების შეწოვას და ზოგჯერ იგი საკვები ნივთიერების მარაგიცაა. განვიხილოთ ვეგეტატური ორგანო, მეორე ვეგეტატური ორგანო, ეს არის ღერო. ღეროს ფუნქცია არის გაატაროს ფესვიდან შეწოვილი ნივთიერებები ფოთლებისა და ყვავილებისაკენ. მაგრამ გარდა ამისა, ამ ფუნქციისა, ღერო ასრულებს მექანიკურ ფუნქციასაც, მას ეყრდნობა მცენარის ფოთლები, ყვავილები, ნაყოფი და ამიტომაც მას მექანიკური ფუნქციაც აქვს. ღერო სახეების მიხედვით არსებობს სწორმდგომი. სწორმდგომი ღერო აქვს ძირითადად ხემცენარეებს, ბუჩქებსაც სწორმდგომი ღერო აქვს. არსებობს, აი თქვენ ხედავთ ახლა სწორმდგომ ღეროს მქონე მცენარეს, არსებობს მხვიარა ღერო, რომელიც საყრდენს ეხвеვა გარშემო, მაგალითად მხვიარა ღერო აქვს ჩვენთვის ძალიან კარგად ცნობილ ვაზს,
არსებობს ხოხავი ღერო, რომელიც ნიადაგს ეყრდნობა და ხოხავს, ასეთი ღერო აქვს მაგალითად გოგრას, აი თქვენ ხედავთ ახლა როგორ არის გართხმული გოგრას ღერო ნიადაგზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო მცენარისათვის. განვიხილოთ მესამე ორგანო, ვეგეტატური ორგანო, ეს არის ფოთოლი. ფოთოლი რამდენიმე ნაწილისაგან შედგება, ეს არის ფოთლის ფირფიტა და ყუნწი. მაგრამ არსებობენ ფოთლები, რომელთაც არ აქვს ყუნწი, ასეთ ფოთოლს ეწოდება ჯდომარე ფოთოლი. ფოთლები თუ ყუნწზე, იმის მიხედვით ყუნწზე რამდენი ფოთოლაკია, არის მარტივი და რთული. თუ ყუნწზე ერთი ფოთოლია, ფოთლის ფირფიტაა, მაშინ ასეთი ფოთოლი არის მარტივი. ხოლო თუ ყუნწზე რამდენიმე ფირფიტაა, მაშინ ფოთოლი რთულია. აი ახლა თქვენ ხედავთ მარტივ ფოთოლს, აი ახლა კი თქვენ ხედავთ რთულ ფოთოლს, მასზე რამდენიმე ფირფიტაა. ფოთოლს აქვს ძარღვები. რას აკეთებს ეს ძარღვები? ძარღვების საშუალებით ფოთოლში მოძრაობს ნივთიერებები. ეს ნივთიერებები არის, რომლებიც ფესვიდან გადადის ფოთოლში, წყალი და მინერალური მარილები და ასევე ფოთოლში წარმოქმნილი ორგანული ნივთიერებები, ასევე ფოთლის ძარღვებით მიემართება მცენარის სხვადასხვა ორგანოებისაკენ, მაგალითად ფესვისაკენ, ნაყოფისაკენ, თესლისაკენ. გადავიდეთ შემდეგ ორგანოზე, ეს არის მცენარის გამრავლების ორგანო, ყვავილი. ყვავილი მხოლოდ ყვავილოვანი მცენარეებისათვის არის დამახასიათებელი. ყვავილი შედგება, აი ახლა თქვენ ხედავთ ყვავილს, ყვავილს საფარისაგან, ბუტკოსა და მტრიანასაგან. ბუტკო მდედრობითი ორგანოა, მტრიანა მამრობითი ორგანოა. ყვავილის საფარი შეადგენს ჯამის ფოთოლაკები და გვირგვინის ფურცლები. ყვავილის საფარის ფუნქცია არის დაიცვას ყვავილი, კერძოდ უფრო მეტად დაიცვას ბუტკო და მტრიანა, ხოლო გარდა ამისა, გვირგვინის ფურცლებს აქვს სხვა ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, ეს არის მიიზიდოს მწერები, რათა ყვავილი დაიმტვეროს. და ამისათვის მას აქვს სხვადასხვა შეფერილობა, კაშკაშაფერი, ან აქვს ნივთიერებები, რომლებიც სურნელოვანია და ამის გამო მწერები მას იკვებებიან ამით და თან მტვერავენ მცენარეს. ბუტკო მდედრობითი ორგანო შედგება სამი ნაწილისაგან. აი ახლა თქვენ ხედავთ ბუტკოს, ეს არის დინგი, სვეტი და ნასყვი. ნასყვში ვითარდება თესლკვირტი, ხოლო მტრიანა შედგება სამტრიანას ზაფისა და პარკისაგან. სამტრე პარკში ვითარდება მტვრის მარცვალი. მას ყვავილი თუ შეიცავს ბუტკოსაც და მტრიანასაც, იგი არის ორსქესიანი და მცენარეთა უმრავლესობას ძირითადად აქვს ორსქესიანი ყვავილი. მაგალითად, ჩვენთვის კარგად ცნობილი ვაშლი, მსხლის, ატმის ყვავილი არის ორსქესიანი, ხოლო თუ ყვავილში მხოლოდ ბუტკოა ან მხოლოდ მტრიანა, ყვავილი არის ცალსქესიანი. ცალსქესიანი ყვავილი გააჩნია ჩვენთვის ძალიან კარგად ცნობილ მცენარეს, როგორიც არის კიტრი. მაგალითად, ცალსქესიანი ყვავილი აქვს ზოგიერთ მცენარეებს, გოგრასაც ცალსქესიანი ყვავილი აქვს. ხოლო რაც შეეხება ყვავილები, ზოგჯერ მცენარეზე ცალსქესიანი ყვავილი ზოგჯერ არის ორივე ყვავილი ერთ მცენარეზე, ასეთი მცენარე არის ერთსახლიანი, მაგრამ ზოგჯერ ცალსქესიანი ყვავილები სხვადასხვა მცენარეზე არის. ასეთ მცენარეს ორსახლიანი მცენარე ეწოდება. მაგალითად, როგორიც არის კივი. ეს მცენარე, რომ ნაყოფი მოისხას, აუცილებელი არის მდედრობითი და მამრობითი მცენარეები ახლოს იყვნენ ერთმანეთთან დარგული. ეხლა
ჩვენ განვიხილეთ მცენარის ვეგეტატური ორგანოები, განვიხილეთ ყვავილი, როგორც გამრავლების ორგანო, გენერაციული ორგანო და ეხლა განვიხილოთ, როგორ ხდება გამრავლება ყვავილოვან მცენარეებში. იმისათვის, რომ ყვავილი მცენარე გამრავლდეს, აუცილებელი არის ჯერ ყვავილი დაიმტვეროს. რა არის, მოდი განვიხილოთ, რა არის დამტვერვა? დამტვერვა არის ყვავილის მდედრობით ორგანოზე, ბუტკოზე ტვრის გადატანა. ტვერი გადაიტანება სხვადასხვა საშუალებებით. ზოგიერთი მცენარე ქარით იმტვერება, ხოლო ზოგიერთი მცენარის მტვერი მწერებს გადააქვთ. ქარით დამტვერავი მცენარეების ყვავილები არ არის კაშკაშა, არ არის ლამაზი, რომ მიიზიდოს მწერი. მათი მტვრის მარცვლები არის მსუბუქი და ქარს ადვილად გადააქვთ. თანაც ძალიან დიდი რაოდენობით მტვრის მარცვალს ივითარებენ. ხოლო რაც შეეხება მწერებით დამტვერვანი მცენარეების ყვავილი არის სურნელოვანი, კაშკაშა ფერის, რომ ის მწერმა კარგად შენიშნოს. მწერი გადაიტანს თუ ქარი დაიმტვერება, ყვავილის ბუტკოზე ხდება მტვრის მარცვალი, რომელსაც ბუტკო იწებებს, ამ დროს ის წებოვანი ხდება, იწებებს და აი ამ პროცესს ეწოდება დამტვერვა. ერთი სიტყვით ჩვენ დღეს განვიხილეთ ყვავილოვანი მცენარეების ვეგეტატური ორგანოები, ფესვი, ღერო და ფოთოლი, განვიხილეთ მათი ფუნქციები და განვიხილეთ დამტვერვის სახეები. ეს დამტვერვის სახეები შეიძლება იყოს თვითდამტვერვა და ჯვარედინი დამტვერვა. თუ მცენარე თავისივე თავს მტვერავს, მაშინ ასეთი დამტვერვა არის თვითდამტვერვა. თუ მცენარე ერთი მცენარის ყვავილი მეორე მცენარის ყვავილით იმტვერება, ან ერთი მცენარის სხვადასხვა ყვავილი მტვერავს ერთმანეთს, ასეთ დამტვერვას ეწოდება ჯვარედინი დამტვერვა. და მოდი უპასუხოთ რამდენიმე შეკითხვას, რომელსაც თქვენ დამოუკიდებლად შეასრულებთ. რა თავისებურებები განაპირობებს ყვავილოვანი მცენარეების ფართოდ გავრცელებას ბუნებაში? რა ფუნქციები აკისრია ფესვს, ღეროსა და ფოთოლს? და მესამე, რისგან შედგება ყვავილი და რა ფუნქციას ასრულებს ყვავილსაფარი? გმადლობთ ყურადღებისათვის, მომავალ შეხვედრამდე.